მოგესალმებით მეგობრებო, ჩემთვის საყვარელო მეგობრებო, გილოცავთ ვალენტინობის დღეს და დღეს მე ექსკლუზიურად მინდა გაგაცნოთ ის ადამიანი, ვისთანაც ვალენტინობის დღეზე სასიამოვნო დღეს ვატარებ. შემომიესწრით? ერთით საფარდებო. ხო, ეხლა რაც შეეხება ვალენტინობის დღეს მოვუყვებით. თუ ვალენტინობის დღესასწაული რასთან დაკავშირებულია, მოგესალმებით. რასთან დაკავშირებულია ვალენტინობის დღესასწაული, რას აღნიშნავენ ადამიანები ვალენტინობის დღესასწაულზე და ექსკლუზიურად გაგაცნობთ იმ ადამიანს, ვისთანაც ვალენტინობის დღეს სასიამოვნო დღე მინდა რომ გავატარო. მანამდე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მოგვართვეს ძალიან საინტერესო ნამცხვარი და ხო, რაღაცა ჩიზკეიკივით არის და ამას მივერთმევთ მალე, მაგრამ ეხლა მოვატრიალებ კადრს და გაგაცნობთ ვალენტინობის. ხო, და კიდევ ერთი ეს ადამიანი ახლა ვისაც გაგაცნობთ თქვენ. ხო, დიდი მადლობა. არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი და ეცადეთ რომ კარგად მიიღოთ. და თან მოგვიყვება ეს ადამიანი იმის შესახებ, თუ ვინ იყო ვალენტინი და რატომ იყო ვალენტინი. საერთოდ ვალენტინობის დღე რატო დაერქვა ამ დღესასწაულს? ზათხარ? კი, ეს შემოყევი და მე სხვა რამე. აი. აბა. გაიცანით? ჩემი და ანა, გაცანი მაყურებელს შენი თავი, თუ გინდა მე გავაცნობ შენ თავს. გაცანი თუ გინდა. კარგი. მეგობრებო, ეს არის ჩემი პატარა და. არა, დიდი და არ მყავს, მაგრამ პატარა და, იმიტომ რომ 5 წლით უმცროსია და ძალიან საყვარელია, ხო ხედავთ რა საყვარელიც არის. დამპატიჟა ვალენტინობის დღეს ამ ლამაზ ადგილზე, არ ვიცი, რა ქვია ამ ადგილს? ნუ რაღაც, არა, რეკლამას არ უკეთებთ, მოდი არ თქვა. და მითხარი, აბათ, შენ რა შთაბეჭდილება გაქვს ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით, როგორ უნდა გაატაროს ადამიანმა დღე? მე ვფიქრობ, ვალენტინობა არ ეხება მხოლოდ გოგოს და ბიჭის წყვილს, ან იმ ადამიანებს, ვისაც ერთმანეთი უყვართ, ან ჯვრის წერის, ან რაიმე ოჯახის შექმნის მიზნით. ახლა ცოტა ანა. არამედ ვალენტინობა არის ისეთი დღე, რომ შენი თავი განებივრო და შენ თავს უთხრა, რომ შენ გიყვარს შენი თავი და ის ადამიანები, ვისთან ერთადაც გინდა რომ იყო. დიახ. ხო, თუ ამ მომენტში არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისთანაც შეიძლება ოჯახის შექმნა, ან შენი მეორე ნახევარი არ ნიშნავს იმას, რომ შენ დაჯდა სახლში და იყო. კი ბატონო, ვეთანხმები ანას. მეც ვეთანხმები, რომ აუცილებელი არ არის მაინც შეყვარებულთან გაატარო შენი ვალენტინობის დღესასწაული. და მოდი ესე ვთქვათ, მე მოვყვები ახლა ვინ იყო ვალენტინი და რატომ გახდა ვალენტინი ესეთი რატომ არის საერთოდ ეს დღეს მქონდა ესეთი თემა მიჯნურობასთან დაკავშირებით. ლაშა გიორგის მიჯნურზე მქონდა საუბარი, უბრალოდ ლაშა გიორგის მიჯნურობაზე მქონდა საუბარი და უკავშირდება დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ ესეც მიჯნურობის ისტორია არის, როდესაც ვალენტინი გადაწყვიტავს, რომ ის გზა, რომელიც მან აირჩია, გაცვალოს მიჯნურზე. მოდი მეც აღარ ვიტყვი, იმიტომ რომ ეხლა ლამაზად გამოიყურება ეს არაჩვეულებრივი ჩიზკეიკი და უნდა შევჭამო. ამიტომ მოდი დაგემშვიდობებით, ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ აქ ხმამაღლა ვერ ვლაპარაკობ და ხალხი არა ცოტა უხერხულობაა. ამიტომ დაგემშვიდობებით, კარგად იყავით და საუკეთესო ვალენტინობის დღეს გისურვებთ. დაემშვიდობები, ანა? კარგად. ეხლა ჩახარ, ეხლა? კარგად. ვისაც შემიდის გაცნობა გინდათ, დაამიკავშირეთ.
გაიციშე. ეს ძალიან გაიციშე.